მივესალმებით იმედი ლაივის კიდევ ერთ სტუმარს თეოლოგი გიორგი გვასალია შემოგვერთდა ახლა ჩვენ სტუდიაში. მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველ რიგში მოდით აი თავად ლიტურგიის მიმდინარეობით, აი ამ წესებით დავიწყოთ საუბარი, აგვიხსენით, ეს არის საუკუნოვანი ტრადიცია, ხოჭირს მეოთხე საუკუნეში მიიღო მან თუ არ ვცდები დღევანდელი სახე, როდიდან არის საერთოდ ის დღევანდელი სახით შემორჩენილი და საუკუნეების განმავლობაში იცვლება თუ არა რამე ამ წესებში. ლიტურგია ჯერ ქრისტიანად გამოგესალმებით, მოგილოცავთ ყველას. კითხვა ისეთი ღრმა იყო და ისეთი ფუნდამენტალური მნიშვნელობის, რომ პირდაპირ თითქოს თემაზე გადავედით. ლიტურგია ეს არის ის მოვლენა მორწმუნის ცხოვრებაში, ზოგადად ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც ასე ვთქვათ, საწყისებს ხედავთ უკვე 60-ეულ წიაღში. ადამიანი 60-ში უკვე ღვთისმსახურებას აღასრულებს. 60-ში მოხდა ადამიანის დაცემა, მაგრამ რაც ვერ დაკარგა და არ დაკარგა ადამიანმა, ეს იყო ღვთისმსახურება. ადამიანმა გააგრძელა ღვთისმსახურება 60-ის მიღმაც. საიდუმლო სერობის მთელი შინაარსი გახლავთ ის, რომ ის ღვთისმსახურება, რომელიც მესიის მოსვლამდე და ადამიანის გამოხსნამდე იყო, აი ამ მსახურებას დაესვა წერტილი და დაიწყო ახალი მსახურება, ის ლიტურგიკული ღვთისმსახურება, რომელიც დღევანდელ დღემდე აღესრულება და რაც თავისთავში გულისხმობს ევქარისტიას, ანუ ადამიანის მადლიერების გამოხატვას ღმერთისადმი და მადლიერებაში მასთან ერთობაში შესვლას. ანუ თავარი არსი არის არა ის სიტყვაზე თქვათ, რა ფორმა შეიცვალა და ასე შემდგომ იყო თქვათ სხვადასხვა წირვა, იყო მოციქულის წირვა, იყო იონე ოქროპირის წირვა, ბასილი დიდის წირვა და ამას თავისი ძალიან ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს. თავარი არის ღერძი, რომელიც იყო და არ შეცვლა და არც არასდროს შეიცვლება. ეს არის ლიტურგიაში ერთობა ღმერთთან. ღმერთთან ერთობისაკენ სწრაფვა, აქეთკენ ნაბიჯის გადადგმა და მადლიერება, მადლობა ღმერთს მოვიდა, გამოგვიხსნა ბოროტებისაგან და დაგვიბრუნა საშუალება მარადიული სიხარულის. ნაბიჯებს მორწმუნეები განსაკუთრებით გამენ წინა საღდგომო პერიოდში, როცა იწყება დიდმარხვა, რომელსაც გადიან და მას აქვს საკუთარი დატვირთვა, თუმცა ხმაყურებელს უნდა შევთავაზოთ ეპისტოლე. ქრისტე აღდგა. დღეს ხარობს და ზეიმობს სამყარო. ხსნელი სოფლისა და საბამი და წყარო სიცოცხლისა, მაცხოვარი ჩვენი აღდგა მკვდრეთით და შემოსრა ბჭენი ჯოჯოხეთისა. აღდგა უფალი, დაიმცხრა საკრელნი ბოროტებისა და განქარდა ძალი ეშმაკისა. აღდგა უფალი და მოეფინა მარადიული ნათელი ყოველსა ქვეყანასა ზედა. აღდგა უფალი ღმერთი ჩვენი და სიყვარულმა განაღო ყოველი დახშული და კაცთათვის განუხსნელნი კარნი. დღეს განეცხადა კაცობრიობას გონება მიუწვდომელი საიდუმლო, აღდგომა მაცხოვრისა, ლოცსაკიდური ჩვენი რწმენისა, რამე თუ ბრძანებს მოციქული პავლე, უკვე თუ ქრისტე არა აღდგომილარს, ამაო არ სარწმუნოება ეგე თქვენი. დღეს ჩვენ გამო განკაცებული, ჯვარცმული და საფლავად დადებული მაცხოვარი მკვდრეთით აღადგენს კაცობრივ ბუნებას, შემუსრავს ჯოჯოხეთის ძალაუფლებას და ცოდვის ტყეობისაგან გამოხსნილ ადამიანს კვლავ დასაბამიერ 60-ეულ ნეტარებას აზიარებს. დიდია მოვლენით გამოწვეული სიხარული, ზეიმობს მოაზროვნე ქმნილება და ყველა ერთად წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებთან თანახმიერი ვღაღადებთ. დღეს მიეცემა ხსნა სოფელს, როგორც ხილულს, ასევე უხილავს. ქრისტე აღდგა მკვდრეთით, თანა აღდექით, განთავისუფლდით ცოდვის ბორკილებისაგან, ჯოჯოხეთის ბჭენი განიხსნება და სიკვდილი შეიმუსრება, ძველი ადამი განიშორება და ახალი განსრულდება. ჩვენ განვლეთ წმინდა დიდი მარხვის პერიოდი, როცა ქრისტიანები მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვართან შესახვედრად ემზადებიან. ლოცვითა და მარხვით ვესწრაფოდით სულის განწმენდას, რათა მიახლებულნი ყოვლად მოწყალე უფალს
ღირსნი გამხდარიყავით მისი სიტყვების მოსმენისა, მოვედით ჩემ და ყოველნი მაშრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ. თუმცა ამ მზადების დროს ჩვენი გულები წუხარება მოიცვა. დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში ღვთივ მიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. ამიტომ ახლა როცა საყვარელი მამის გარდაცვალებით დაობლებულნი ხედავთ ქრისტეს ადგომით დამარცხებულ სიკვდილს, განსაკუთრებით გვანუგეშებს დავით მეფსალმონის სიტყვები პატრიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა. რადგან ჩვენთვის ქრისტიანეთათვის გარდაცვალება არა წარწყმედა, არამედ ცხონებისა და მარადიული ნეტარებისკენ მიმავალი გზა. სწორედ ეს არის აღდგომის სიხარულის საზრისი, თითოეული ადამიანის სასვეებისა და სიხარულის საფუძველი. მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის 49 წლიანი მოღვაწეობის გზა ამ სიხარულისა და იმედის მომნიჭებელი იყო ყოველი ჩვენგანისთვის. მისი მამობრივი სიყვარული, ლოცვა, ზრუნვა ეფინებოდა მთელ საქართველოს თითოეულ ადამიანს. არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი და ჯვარი. მოწამებრივი გზა და თავგანწირვა იყო მისი ყოველდღიური ცხოვრება, ყოველი საქმე, ყოველი ფიქრი. მან ათეისტური რეჟიმისგან დევნილი, დაკნინებული, შევიწროებული მემკვიდრეობა ჩაიბარა და დაგვიტოვა აღშენებული ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნის საზოგადოების ცხოვრებაში. მისი მამამთავრული სიბრძნე მოგვაგონებდა მოსეს, რომლის მსგავსად განსაცდელთა ჟამს ერთგვარ ბეწვის ხიდზე მიუწყოდა ერს, ამხნევებდა დაცემულს, აერთიანებდა გამბნეულს და უფლისკენ მოაქცევდა მათ გულებს. მისი სიტყვა და ლოცვა იყო ის სვეტი, რომელმაც ერს გზა უჩვენა სულიერი ტყვეობიდან გამოსვლისას. უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, ქადაგებას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ თავის წინამორბედ პატრიარქთა კვალდაკვალ სვლით და ღვთივსათნო საქმეთა აღსრულებით ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მისი სწავლებები, მისი ღვაწლი დღესაც უწყვეტად დაუცხრომლად გრძელდება ყოველ მორწმუნეში, რომელთა თვისკენ მიმართული გულები ერთობით ადიდებს მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარს. ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა და კიდევ მრავალი დაიწერება მისი ღვაწლის შესახებ. მაგრამ ალბათ ყველაზე ძვირფასი, რაც მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა, არის ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი სათნოება, სიყვარული. სწორედ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და რწმენით ნაყოფია ის სასწაული, რაც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალების შემდგომ დღეებში ვიხილეთ. მთელი საქართველო, ზღვა ხალხი უწყვეტ ნაკადად მოწიწებით მიემართებოდა განსვენებული პატრიარქისთვის პატივის მისაგებად. ერთ მუშტად შეკრული ერი ბოლო წუთამდე მიაცილებდა დამაშვრალ სულიერ მამას მდუმარედ, ცრემლით, სიყვარულითა,
და მადლიერები. მადლობს და თითოეულ თქვენგან სამერთობისთვის. მადლობთ მათ, ვისაც არ მიეცა მსახურებაში უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობა, მაგრამ სულიერად ჩვენთან ერთად იყო და თავისი ლოცვებით გვაძლიერებდა. სწორედ ერთმანეთის ხარში დგომა, ლოცვა, ერთობა და სიყვარული არის საწინდარი იმისა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცხოვრება. დაე, მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა მოგვანიჭოს მტკიცე რწმენა, სიყვარული, მშვიდობა, ერთსულოვნება და გონიერება. მას განვიხაროთ და ერთობით ვადიდოთ უფალი რამე თუ აღდგომისა დღე არს, განწყინდებოდეთ დღესასწაულს ამას და ურთიერთად შევეტკბოთ და ესწრეთ ღვთივბრწყინვალედ ღაღადყოთ. ქრისტე აღდგა მკვდრეთით და სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნა და მყოფთა საფლავისათა ცხოვრება მიღმატლა. ქრისტე აღდგა. თბილისი აღდგომა ქრისტესი 2026 წელი. პირდაპირ ეთერში მოვისმინეთ საპატრიარქოს ტახტის მოსახდრის მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლე. შეგახსენებთ, რომ პირდაპირ ეთერს ამ ტრანსლაციას უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ჩვენ კი ბრუნდებით სტუდიაში და განვაგრძობთ საუბარს გიორგი კვასალიასთან, თეოლოგი, დღეს ჩვენი სტუმარია და დიდი მოლოდინი უკავშირდებოდა სააღდგომო ეპისტოლეს, თუ როგორი იქნებოდა მისი შინაარსი და როგორც მაყურებელმა მოისმინა, პრაქტიკულად სრულად ეძღვნება კათოლიკოს პატრიარქის ღვაწლს, მის როლს ჩვენი ქვეყნის სულიერ და არა მხოლოდ სულიერ ცხოვრებაში და ეს ალბათ არც არის გასაკვირი, რომ სწორედ ასეთია შინაარსი. თქვენი შეფასება როგორია? ჩვენი თაობა პირველ აღდგომას ხვდება იმ პიროვნების გარეშე, რომელმაც რომლის ლოცვითაც ჩემს გარშემო და ალბათ ძალიან ბევრმა გზა გაიკვალა ტაძრისკენ და ტაძრის აღმართისკენ. მართლა ძალიან მძიმეა ახლა მის ერთიანად გაანალიზება, მაგრამ იმედია ძალიან დიდი. იმედია ამას ყველა აღნიშნავს, რომ მისი უწმინდესობა თავისი სულიერი ლოცვით კვლავ აგრძელებს იმ ფარველობას, იმ მეოხებას ღვთის წინაშე, რასაც ამ ქვეყნიური მოღვაწეობისას ჯვარცმის ბოლომდე დათმენით აღასრულებდა. მე ძალიან მენიშნა ეს ეპისტოლე, საოცარი ეპისტოლე იყო მართლა, ალბათ ეს ეპისტოლე განსაკუთრებული იმითაც არის, რომ ის პირველია იმ ეპისტოლეების შემდგომ, რომელსაც ჩვენი თაობები ყოველწლიურად აღდგომისას ისმენდნენ. აქ რამდენიმე დეტალი იყო ძალიან მნიშვნელოვანი თავისუფლებას მიცემ. ამ კუთხით გავამახვილო თქვენი და ჩვენი აუდიტორიის ყურადღება. მოსე იყო ნახსენები და მის უწმინდესობის ღვაწლი მასთან იყო შედარებული და ბევრი აქვს სალაპარაკო ხა საეთერო დრო ამის საშუალებას ჩვენ არ გვაძლევს, მაგრამ თავარი მინდა ვთქვა, რომ მოსე წინასწარმეტყველის უმთავრესი ერთ-ერთი, არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი უმთავრესი ღვაწლი იყო, რომ მან გამოზარდა თაობა. თაობა, რომელიც მის შემდგომ შედის აღთქმულმიწაზე. ის თაობა ვერ შედის აღთქმულმიწაზე, რომელიც მოსემ გამოიყვანა, არა. იმის შემდგომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რატო ვამბობ ამას, რომ ამ ხნის განმავლობაში ბუნებრივიც არის ჩვენ ვიხსენებთ მის უწმინდესობას, ჩვენ პატივს მივაგებთ მის ხსოვნას, პატივს მივაგებთ მის ღვაწლს და ეს ასეც უნდა იყოს და ბუნებრივია, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რა დაგვიპარა, რა გვასწავლა. და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მის ღვაწლს უკავშირდება, ეს არის ახალი თაობა, რომელმაც უნდა დააბრუნოს, ააშენოს, აღადგინოს ის საქართველო, რომელსაც წლების განმავლობაში თითქოს უდაბნოში დავეხეტებით და მაინც ვერ გავედით ბოლომდე. რაღაცა ახალი უნდა დაიწყოს. ისიც ეს მომენტი, რომ აი მისი უწმინდესობა აი ამ დროს არის, ჩვენ 1700 წლის თავს აღნიშნავთ საქართველოს გაქრისტიანებით. და ამ წელს გავიდა, ამ წელს დაასრულა მოსწორეთ მოღვაწეობა. ხო არ არის ეს ხო რომ აი სწორედ 1700 წლის თავზე მან დაასრულა რაღაცა ღვაწლი და რაღაცა უნდა აღდგეს, რაღაცა უნდა დაიწყოს ის მნიშვნელოვანი, რაც არის ფუნდამენტი ამ ქვეყნის არსებობისა. ჩვენ ვერ გავიგებთ, ვერ გავაშინაარსებთ საქართველოს ქრისტიანობის გარეშე.
და ერთ-ერთი პასაჟი სწორედ ეპისტოლიდან ამას ეძღვნებოდა ლოცვა, ერთობა და სიყვარული არის საწინდარი იმისა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცხოვრება. თავისთავად ცხადია, ეს ბუდისტის სიტყვას გაგაწყვეტინეთ ახლა, მაგრამ ეს მინდოდა მე თქვა სწორედ რომ ეს არ არის მარტივად ერთი ტაძრის შიგნით მოქცეული რაღაცა რელიგიური თუ ემოციური ცნობების, არა, ეს ყოველდღიური ცხოვრებაა. ეს ჩვენი ყოველდღიურობა უნდა იყოს. ეს არის არა ტაძარში, არამედ მაინც და მაინც ტაძრის მიღმა გაგრძელებული ცხოვრება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ამიტომაც ჩვენ ზოგადად არ უნდა ვიცოდეთ, არ უნდა გვეგონოს ის, რომ ქრისტიანობა ტაძარშია გამოკეტილი. ქრისტიანობა ტაძარში ვერ იქნება გამოკეტილი. ქრისტიანული ღირებულებების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი გახლავთ ის, რომ ის სწორედ რომ ტაძრის მიღმა იწყებს მოქმედებას და მისი ნაყოფი აქ არის სწორედ სანახავით. ტაძარში ახლა შეიძლება თქვა არც არავინ ისროლოს, ხო? თავარია ტაძრიდან გასულებმა გავიყოლოთ ის. თავარია სამსახურში მივიტანოთ ის, უბანში მივიტანოთ ის, სამეზობლოში მივიტანოთ ის, ოჯახში მივიტანოთ ის. და ეს არ გავხარჯოთ გზაზე. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დეტალი, რომელიც შესანიშნავად იყო ეპისტოლეში აღნიშნული, ეს გახლავთ ის, რომ მისმა უწმინდესობამ გააგრძელა გზა წინა პატრიარქებისა. იცით ეს ხაზგასასმელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ეს არ არის ის, რომ სიტყვაზე ვთქვათ, მან რაღაცა ახალი არ გააკეთა, არა, მთელი ძლიერებით ის გზა გააგრძელა, რომელსაც ჩვენი წინა პატრიარქები, რომელსაც ჩვენი წინა პატრიარქები დადიოდნენ და ხოვაცლსაც ისინი აღასრულებდნენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ის აღდგომის სიხარული ამასაც უკავშირდება, რომ ეს კი არ დასრულებული. ეს საქართველოს ეკლესიაში გაგრძელდება. ეს გზა არ დასრულდება. კი ბატონო, მეუფეშიოც აი სწორედ ამ ეპისტოლეში ახსენებს თუ რა ტიპის ეკლესია ჩაიბარა და როგორი დაკნინებული იყო იმ პერიოდში, როგორი შევიწროებული ეს მემკვიდრეობაც, როგორი იყო. მნიშვნელოვანია რომ ამასაც გავუსვათ ხაზი, რომ ეს მთელი ნახევარსაუკუნოვანი მემკვიდრეობა მოიცავს იმას, რომ რა ჩაიბარა ილია მეორემ და დღეს რა არის. და მოდით პატარა რეზიუმირებას გავაკეთოთ, ხო? ეს ჩვენ თვალწინ არის ეს. არ არის თქვა სიტყვაზე ვთქვათ რაღაცა მოსაზრება, ეს არის ფაქტი და აი იმ ფაქტის ყველაზე ძლავრი ალბათ გამოხატულება იყო ის ერთობა, რომელსაც ჩვენ დავინახეთ მისი უწმინდესობის განსასვენებელთან, უდიდესი რიგები და უდიდესი განცდა საოცარი ერთიანობისა და საოცარი რაღაცა ურთიერთგაგებისა, ხო? რაზე მიგვანიშნებს ეს? ეს მიგვანიშნებს ერთადერთ რამეზე. დამერწმუნეთ. ამას იტყვის ყველა თეოლოგი, ვისაც ცოდნა მაინც ახედულია იმაში, რომ ეს ყველაფერი რაც ჩვენ დავინახეთ, ის ადამიანურ ძალებს აღემატება. ეს არ შეუძლია ადამიანს. ეს არის უცხადესი დასტური იმისა, რომ მისი უწმინდესობა იყოს სამკვდრებელი სული წმინდის მართლისა. თავად ღმერთმა გააკეთა ეს მისი უწმინდესობის ხელით. ადამიანს ეს არ შეუძლია. ღმერთმა გააკეთა ეს მისი უწმინდესობის ხელით და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ სწორედ ეს. აი ეს დეტალი. შევინარჩუნოთ ის, რაც დაგვიტოვა. მოვუსმინოთ, გავიხსენოთ ის, რაც გვასწავლა. არ დავივიწყოთ, რაც გაგვახსენა. ძალიან დიდი საშიშროებაა იმისა, რომ ჩვენ რაღაცნაირად ზოგადად მიდრეკილი ვართ, ცოტა ემოციური ხალხიცა ვართ. ეს ემოციები განსაკუთრებით ძლავროს მანდ, როდესაც საყვარელი ასეთ საოცარი ადამიანი, მართლა მამა, ერის მამა გავიდა ამ ქვეყნიდან, ხო? ჩვენთვის აუცილებელია გავიგოთ, რომ მან ამ ქვეყნიური მოღვაწეობა დაასრულა. თვითონ კი არ დასრულებულა. ისე როგორც არ დასრულებულა მისი საქმე. დასრულებული. მოდით ძალიან საინტერესო რამე. ძალიან აი თქვენ ხაზი გაუსვით და მე ჩემს სტუდენტებს ყოველთვის ვეუბნები ამას. აი ორი დეტალია და ამას მინდა ხაზი გაუსვით. გავიხსენოთ, რომ საქართველოს ისტორიის ერთ მონაკვეთში წმინდა გრიგოლ ხანძთელი ჩადის და უდაბნოთა ქალაქ-ყოფილი ხდება. ეს არ არის რაღაც ისტორიული მომენტი, რომელიც იქ და იმ ადგილას რჩება, არა, ის გრძელდება და მე ჩვენ დავითი საქართველოს ვიღებთ. როგორ ფიქრობთ? ეს ქვეყანა ასეთი უდაბნო არ იყო მაშინ, როდესაც მომზადდა მისი უწმინდესობა. და როგორ ფიქრობთ, მისი ღვაწლი და შემდგომ აი ასეთი ერთობა არ კარნახობს იმას, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ მზადება აღთქმული მიწაზე შესასვლელად ისრაელი ემზადებოდა მოსე შემდგომ, ასევე იმ აღთქმული დროის მოსაყვანად, რომელსაც აი ესე ვცდილობთ. ძალიან ბევრი პარალელებია. დაუკვირდეთ ერთ რამეს, რაც განსაკუთრებულად უნდა გვახსოვდეს მისი უწმინდესობის, ეგ მე ჩემს სტუდენტებს ამასაც სულ ვეუბნები. სულ მინდა რომ ეს იცოდნენ. როდესაც მტერი გამარცხებს, არასდროს არ უნდა თქვა რომ დაუმარცხდა, იმიტომ რომ მტერი იყო ძლიერი.
ყოველთვის უნდა თქვა, რომ დავუმარცხებდი, რომ მე ვიყავი სუსტი. იმიტომ რომ როდესაც შენ მარცხს მტრის სიძლიერეს მიაწერ, შენ პასიურ მდგომარეობაში გადადიხარ და ელოდები, როდის გამოჩნდება ვიღაცა სხვა ძლიერი, რომელიც შენზე ძლიერ მტერს დაამარცხებს. და შენ გავიწყდება ის, რომ შენ მტერზე ძლიერი ახალი სხვა ძალა, უბრალოდ შენი ახალი ბატონი იქნება, მეტი არაფერი. მაგრამ როდესაც შენ აქცენტს აკეთებ იმაზე, რომ შენ დაამარცხდი, იმიტომ რომ შენ იყავი სუსტი და შენ ამ სისუსტის ამოვსებას ცდილობ, მაშინ შენ აღარ ელოდები სხვას, რომელიც შენ მტერს დაამარცხებს, შენ უკვე შენს ნამდვილ თავისუფლებისკენ მიდიხარ. აი ეს გვასწავლა მის მოწმეს. გვასწავლა ნამდვილი თავისუფლების მოპოვება, სად ხდება, როგორ ხდება და ესა გვაქვს შესაძლებელი. ესა გვაქვს გასახსენებელი და ესა გვაქვს გასააზრებელი. სულ ცოტა დრო გვაშორებს, სანამ დადგება ოფიციალურად უფლის ბრწყინვალე აღდგომა 15 წუთია დარჩენილი 12 საათამდე და როდესაც ვამბობთ მთავარი ქრისტიანული დღესასწაული, რა აზრიდებს ამაში? ძალიან კარგი კითხვა და ეს მართლა ასეა, საგვირგვინი. ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, რომ მაცხოვრის ამ ქვეყნად მოსვლა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი ხარება, ფერისვალება იქნება ის თუ სხვადასხვა ყველაფერი კეთდება ერთადერთი რამისთვის. ქრისტე ავიდეს ჯვარზე, მოკვდეს, ჩავიდეს ჯოჯოხეთში და სამ დღეში საოცარი სამახარებლო ამბავი გაისმას ჯოჯოხეთიდან დაწყებული მთელ სივრცეში. ქრისტე აღსგამკვეთით. დამარცხდა ბოროტება. ბოროტება დამარცხდა რას ნიშნავს? განა იმას, რომ ის აღარ მოქმედებს, არა, ეს ამას არ ნიშნავს. ბოროტება დამარცხდა იმას ნიშნავს იმას, რომ ის ვეღარანაირად ვეღარ გაიმარჯვებს. ქრისტეს აღდგომამდე ბოროტების ბორკილებ ქვეშ იყო ადამიანი. რაც არ უნდა სიკეთე ეკეთებინა, ის მარადიულ სიხარულს ვერ მიემთხოვდა მაინც. ჩვენ დღეს ქრისტიანები, აი, არა მარტო ჩვენ დღეს, არამედ მთელი ქრისტიანული ისტორია ამაზე დგას. როდესაც ქრისტიანი მიდის მოწამეობაზე, როდესაც ქრისტიანი მიდის აღსარებლობაზე, მიდის რაღაცა ღვაწლზე, მან ძალიან კარგად იცის, აუცილებლად გაიმარჯვებს. შეიძლება მოკლან, შეიძლება დევნონ, შეიძლება დაასახიჭრონ, მაგრამ ეს მარცხი არ არის. ეს არის ის, რაც აუცილებელ გამარჯვებამდე მიდის. რატო? იმიტომ რომ ქრისტე აღდგა მუდრეთით. მთელი ქრისტიანობა ამაზე დგას. რაც არ უნდა ეცადოს ბოროტება, რა მანქანებით, რა საშუალებებით მოქმედებას არ უნდა ეცადოს, ბოლო არის მარცხი. აუცილებლად იმარჯვებს სიკეთე, რადგან ქრისტე აღდგა მუდრეთით. ეს კარგად უნდა გვახსოვდეს ყველას. და ჩვენმა მაყურებელმა უკვე ნახა, რომ წმინდა ცეცხლი მიბრძანდა სიონის ტაძარში და იქიდან გავრცელდება მთელ საქართველოში და რაღაცნაირად დასახდება ხოლმე, როდესაც იხილავს მრევლი ცეცხლის გარდამოსვლას, უკვე ამბობს, რომ ქრისტე აღდგა. ხო, ცოტა ადრე გამოგვდის, მაგრამ აი ეს როგორ არის ეს ტრადიცია და რამდენად სწორია კანონიკურად ქრისტე აღდგა. ხო, ლიტურგიკულად ეს არ არის ადრე, პირიქით ეს ცეცხლის გარდამოსვლა ხდება იერუსალიმში, მაშინ როდესაც წუხრის, ესე იგი, ლოცვა იწყება და მაშინ უკვე ტიპიკონალურად წუხრის დროს იწყება მეორე დღე. ანუ შაბათის წუხრი ეს უკვე კვირა დღეა. აი ჩვენ თუ დავაკვირდებით სახურებაზე, დიდი შაბათის სახურებაზე რაღაცა მომენტის შემდგომ საღვთელოება იცვლის შესამოსელს, მუქ და შავი ფერის შესამოსელს და სამხიარულო და თეთრი ფერის. აი იქ მომენტში უკვე კვირაა დამდგარი. ჩვენ კალენდარულად არ გვაქვს კვირა, თორე ლიტურგიკულად კვირაა. რატო? იმიტომ რომ ჩვენ ისიც ხო ვიცით, რომ მაუწყებლობა ქრისტეს აღდგომისა მოხდა, მას შემდეგ რაც ქრისტე უკვე აღდგა მკვეთრით. მოციქულება იხილეს უკვე აღდგა არა ქრისტეს აღდგომა, არამედ აღდგარი ქრისტე. საქმეც ეს არის, ჩვენ როდესაც აი ამ ცეცხლის მოწმობით გვეუწყება რა, გვიდასტურდება და ეს სიხარული კიდევ ერთხელ ხაზგასმული ხდება, ჩვენ ამას უსვავთ ხაზს, სწორედ რომ ჩვენ ვხედავთ იმ ნათელს, რომელიც ნათელიც იხილა მოციქულებმა იქ იმ დაცარიელებულ საფრთხეთთან. და არა მხოლოდ ძალიან ამაღელვებელი მომენტია ცეცხლის გარდამოსვლა, არამედ როდესაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, რომ იქ ისმის ქართული ხმები. ამდენი საუკუნის შემდეგ იქ ქართველი კვლავ მიდის და კვლავ ამბობს, რომ ქრისტე აღდგა. აი ამ ნაწილზეც რო ვისაუბროთ, აი თქვენს წინ ბატონი ლაშაჟვანია საუბრობდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ტრადიციის აღდგენა, როდესაც იქ ჩასულიყო ქართული დელეგაცია, წამოიღო წმინდა ცეცხლი და ქართული ხმა ყოფილიყო მაცხოვრის აღდგომის ტაძარში. როგორ შეაფასებთ ამ ინიციატივას და რა მნიშვნელობა? ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არა მარტო ჩვენ, არამედ ზოგადად ყველა ცდილობს ამ სივრცეში კონდეს თავისი სამკვიდრებელი, თავისი
სამოღვაწეო არეალი. იმიტომ კი სხვაგან ვერ მოღვაწეობს, მაგრამ ეს ის სივრცეა, სადაც აი თითეული ნაბიჯი, თითეული ლოდი, თითეული ნივთი გაჟღენთილია ძალიან წმინდა და ისეთი ამაღლებული მოგონებები და შესაბამისად ჩვენი ისტორია ძალიან უკავშირდება, ხო, ამ სივრცეს, ამ წმინდა მიწას. და როდესაც აი ბატონ ლაშავს საუბრობ და სხვათა შორის კარგად გაუსვა ხაზი რომ მისი უწმინდესობის ღვაწლი ამ მიმართულებითაც მიდიოდა. აქაც თავის ნაყოფი დატოვა. მან და ჩვენ აი რაც ვთქვის მინდა გავიხსენო მარტო ის კი არ უნდა გვახარებდეს, ობი კვლავ ქართული ხმა, ის უნდა გვახარებდეს თავის საوادხადე, მაგრამ აქ არ უნდა ვრჩერდებოდეს. ჩვენ უნდა დავუსვათ კითხვა, რატო იყო, რატო დადგა ის დრო, როდესაც იქ ქართული ხმა აღარ ისმოდა. რა არის ის, რამაც განაპირობა ქართული ხმის დაბრუნება? ხა რა უნდა გავაკეთოთ ის საიმისოთ, რომ ამ ქართულ შეძახილებთან ერთად ის სავანე, რომელზეც ვადალაშა მიუთითებდა, არა მარტო ის, არამედ ის ისტორიული სავანეები, რომლებიც უბრალოდ რომელსაც ვერ უპატრონებთ, რატომღაც ვერ უპატრონებთ, ხო ამ კითხვებზე პასუხია გასაცემი და შემდგომ ეს პასუხები გასაანალიზებელია. გავიხსენოთ მის უწმინდესობა რას გვთავაზობდა, გვთავაზობდა და მოგვიწოდებდა. ღრმა ანალიზს მივეჩვიოთ. რატო? იმიტომ რომ ის ხედავდა და ჩვენ ახლა უკვე ამ ეპოქაში ცხოვრობთ, ხო? ხელოვნური ინტელექტის გამზადებული პასუხების, გამზადებული იმ მასალის ეპოქაა, ხო? თავარია მოინდობოდა, გასცემს სურვილს რა გინდა და მოგართმევენ. ეს ძალიან მძიმედ მოქმედებს უწინარესყოლის ადამიანის იმ აუცილებელ მოვალეობაზე, რომ ღრმა ანალიტიკური აზროვნება გქონდეს. ამიტომ ჩვენ ძალიან უნდა ფრთხილად ვიყოთ. კი, ეს სასიხარულოა, ცალსახად სასიხარულოა და ეს ასია, მაგრამ ამ სიხარულის შენარჩუნებას რაღაცა უნდა. აი ეს სიხარული რაღაცა მოიტანა. იყო დრო, როცა ეს სიხარული არ არსებობდა და აი ამ ყველაფერს სჭირდება ფუნდამენტალური კარგი დაფიქრება და გადაწყვეტილებების მიღება. ოღონდაც როგორი გადაწყვეტილებების, იცით რაღაცა ერთიან, აი ვინ მოუწოდა, ვინ თქვა, რომ აი ასეთი სიმრავლე, ასეთი ერთობა მისი უწმინდესობის გამოსათხოვად მიდიოდა. ხო არა? ეს გადაწყვეტილება რაღაცატომ მივიღეთ ყველა ერთად. ყველა შევთანხმდით, რომ მის ცხედართან მუხლი მოვიდრიკოთ. ყველა შევთანხმდით ამას. აი რაღაცა ასეთი ყველა უნდა შევთანხმდით რაღაც იმ ღირებულებაზე, ურომლისოდაც ამ ეს ერი, ეს ხალხი, ეს კრებული, ეს ერთობა, ეს ქვეყანა მარტო სახელის ამარ ადარჩება და შინაარსისაგან დაიცლება. რა არის ის, რამაც მე შინაარსი უნდა დავიტოვოს, ყოფობა უნდა შემინარჩუნოს. აი ეს არის სწორედ ის, რასაც მისი უწმინდესობა მართლა მთელი ცხოვრება ემსახურებოდა, მთელი ცხოვრება. და ოპტიმისტურად უნდა ვიწყოთ ალბათ განწყობილი, იმიტომ რომ იმდენად ძლიერი ფუნდამენტი არის დატოვებული, რომ შეუძლებელია სხვანაირად გავითარდეს და ამ ემოციებმა გადაიაროს ახლა და ეკლესიამ დაკარგოს მრევლი ან იკლოს ადამიანთა რაოდენობა. ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იქნება, მით უმეტეს ახალგაზრდების რაოდენობის კათოლიკოსები, სულითა და გულით არიან მრევლის წევრები. თქვენ ხო ხედავთ აი ამ ეს განსაკუთრებით მე აბსოლუტურად გეთანხმები და განსაკუთრებით მინდა მიმართო ახლა ამ ერთადან კი მიმართო, რასაც მე პერიოდულად ბევრი სასულიერო პირია, რომელთანაც მომსვლი მქონია ბედნიერება მისი პედაგოგი ყოფილიყავი, სხვებთან ერთად ახლა მე განსაკუთრებული მას კი არ გამოვიჩენ, მაგრამ ყოველთვის ამას ვაკეთებ ხოლმე აქცენტს, რომ თქვენ მიდიხართ ბრძოლის სულზე. თქვენ მიდიხართ იქ, სადაც პასუხისგებლობას იღებთ ძალიან დიდს. თუ ტაძარი დაცარიელდა, თქვენი ბრალი იქნება, თუ ტაძარი არ დაცარიელდა, ესეც თქვენი ბრალი იქნება. თქვენ უნდა ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის, რომ ტაძარი არ დაცარიელდა. ტაძარს არ აცარიელებს მტერი. ტაძარს აცარიელებს ზედაპირული, არაგულისხმიერი, არაგულმხურვალე მსახურება და ერთგულება იმ საქმისა, რომელ საქმესაც დაგადგინა. და ეს სავსე ტაძრები, რასაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს თვალყურს ადევნებს, არის ერთგვარი პასუხისმგებლობას და გამოწვევაც აბსოლუტურად მათ შორის მომავალი პატრიარქისთვისაც. ყველასთვის ეს თქვენ ძალიან კარგი ტერმინი ახსენეთ, იცით, აი მე არ მინდოდა ახლა ასე გავსულიყო, თქვენ ფუნდამენტალური რამე თქვით ახლა, რომ ეს ყველაფერი არის პასუხისმგებლობაზე აქცენტის გასაკეთებელი. ჩვენ თანამედროვე პერიოდში დავფიქრდეთ, აი ყველაზე ხშირად რა ტერმინი გვესვის ხოლმე. გვესვის ტერმინი უფლება. განა ის უფლება, არა უფლებაც, მაგრამ უფლებაზე ლაპარაკი უნდა დავიწყოთ მაშინ, როდესაც მოვალეობა და პასუხისმგებლობაა გააზრებული. მოვალეობა არ მესმოდეს, პასუხისმგებლობას ვერ გძულდე და მარტო უფლებებზე ლაპარაკობდე, ეს ვერ გააკეთებს საქმეს, ეს ვერ წაგწევს წინ. თქვენი შენიშვნა აბსოლუტურად მნიშვნელოვანი და მართალია, რომ ეს არის პასუხისმგებლობის სივრცე. და ჩვენ უნდა ზოგადად ვიცოდეთ, რომ ჩვენ პასუხისმგებლები ვართ
ოჯახის წინაშე, სამშობლოს წინაშე, მეგობრის წინაშე, სტუმრის წინაშე, მოყვასის წინაშე, ყველას წინაშე ვარ პასუხისმგებლები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაღაცა აზრით ალბათ დამეთანხმებით აქ აბაზე ალბათ ბევრი არ არის ალაპარაკო, რომ ალბათ მის სიმწმინდესობის მთელი პატრიარქობის ხანა ეს იყო პასუხისმგებლობის ღრმა გააზრების ხანა. ალბათ ეს იყო. და ის ამას ხშირად გამოხატავდა. ალბათ მის მამობრივი ზრუნვა, რომელიც არ მოკლებია მისი პატრიარქობისას არასდროს ამის გამოხატულება იყოს. და ეს პასუხისმგებლობის სიბძიმე მას აქცევდა სამიზნეში. აი, თავადაც რამდენიმე წლის წინ აქვს ნათქვამი, რომ მე ვარ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, მაშინ დაახლოებით იყო 40-42 წელი გასული მისი პატრიარქობიდან. პატრიარქის შემდგომი ეკლესიაც ალბათ იქნება სამიზნე იმ ადამიანთა მხრიდან, რომელთაც გარკვეულწილად სურთ ეკლესიის ავტორიტეტის დაკნინება. აი, რა გამოწვევები უდგას დღეს ქართულ ეკლესიას? ზოგადად ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეკლესია სამიზნე არის იმ წამიდან, რა წამიდან ქრისტე აღსამკვეთით. ეკლესია სულ არის სამიზნე. პირველი ეკლესიის, ახალი აღთქმის ეკლესიის პირველივე წლები თავის თავში გულისხმობს მის დევნას. ეს კარგად უნდა ვიცოდეთ, ეს ჩვენი დრო არ არის ამით გამორჩეული, უბრალოდ რასტროქატის მეთოდები უფრო იხვეწება, მასშტაბები უფრო იზრდება და უფრო მსაკრული ხდება ეს ყველაფერი. ეს გასაგებია, მაგრამ ეკლესია თავისი არსით ყოველთვის იდევნებოდა და ყოველთვის ამ წნეხის ქვეშ იყო. დღეს რა არის გამოწვევა? დღეს ალბათ გამოწვევა არის სწორედ ის, რასაც მისი უწვდესობა მიგვითითებდა. უწინარეს ყოვლისა არ უნდა დავთმოთ მართალი რწმენა. ეს არის უმნიშვნელოვანესი. არ შეიძლება მართალი რწმენის გარეშე გავაგრძელოთ არსებობა. ჩვენი იდენტობა, ჩვენი ერთობა ამაზეა მთლიანად დამყარებული. ამავდროულად უნდა ვიცოდეთ, რომ რწმენა ეს არ არის რაღაცა ტრადიციების ერთგულება. რწმენა ეს არის გააზრებული თანხმობა ცხოვრების და აზროვნების რაღაც წესი. მე ვარ ქრისტიანი არ ნიშნავს იმას, რომ მე მერგო ქრისტიანობა. მე ვარ ქრისტიანი ნიშნავს იმას, რომ მე კონკრეტული რაღაცა წესები და ღირებულებებით უნდა ვიცხოვრო. ეს უმნიშვნელოვანესია. ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი წინაპრების უდიდესი ღვაწლი და დამსახურებაა ის, რომ ჩვენ ქრისტიანობა დღევანდელ დღემდე შემონახული გვაქვს. ქეც ვიხრით მათ წინაშე, ეს ნამდვილად ასეა. მაგრამ ჩვენ აქ გავჩერდეთ და ის ტრადიციად ვაქციოთ, ეს არაფრით არ შეიძლება. ქრისტიანობა მოითხოვს, ის ერთადერთი რელიგია, რომელიც კატეგორიულად მოითხოვს ღრმა გააზრებას იმისას, ვის იგწამს და რა ღირებულებათა სისტემას გიყალიბებს ის. თქვენ მე ვერ მანახებთ ბრმა მორწმუნე წმინდანს. ესეთი რამე არ არსებობს. ყველა წმინდანი თავის თავში აბსოლუტურად გააზრებულად აქვს აი ის ნიშნული, რომელსაც ქვია ქრისტიანობა. ამიტომ უმთავრესი გამოწვევა თქვენი კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენში არის მაინც აი ეს საშიშროება ემოციურობის, რაღაცა ვალმოხდილობის, რაღაცა იმის, რომ აი კმაყოფილობის, აი ეს არის როგორ არა, გეთახმებით. ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი დღე არის ბრძოლა საკუთარ თავთან, როგორც მისი უწვდესობა, წმინდა მამების სწავლებას ხშირად იმეორებდა. უნდა ვაჯობოთ საკუთარ სურვილებს, უნდა ვიყოთ ვისწავლოთ ცხოვრება მოყვასისთვის, ვისწავლოთ ცხოვრება სამშობლოსთვის, ვისწავლოთ ცხოვრება ოჯახისთვის, ვისწავლოთ ცხოვრება სხვისთვის. ეს უმთავრესი რამე, ანუ ის ღირებულებები, რაც ქრისტიანობას აქვს, ამ ღირებულებების მყარად შენარჩუნება და დაცვა. ალბათ როა გავიხსენოთ მისი უწმინდესობის ეს დიდი ტრიადა, ღმერთის სამშობლო ადამიანი, რომელიც რა თქმა უნდა გამომდინარეობს ილია მართლის მამული ენას ემსახურებიდან, თუმცა იმ ქადაგებაში, სადაც ამაზე საუბრობს, ილია მეორე ამბობს, რომ რწმენის გარეშე წარმოუდგენელი სამშობლოსთვის ზრუნვის გარეშე, რა თქმა უნდა, აზრი არ აქვს ამ ცხოვრებას, მაგრამ ადამიანი ავიწყდებათ ხოლმე ხშირად, რომ ადამიანი არის უნიკალური, ყოველი და ყოველ ადამიანს სჭირდება პატივისცემა და ზრუნვა. აი, აქაც რა მნიშვნელობა აქვს აი ამ ძალიან დიდი რა არის ის ალბათ თქვენ აბსოლუტურად მართებულ არ ბრძანეთ, ეს არის ილია მართლის ტრიადის, ასე ვთქვათ, კიდევ ერთი ტერმინების წარმოდგენა. შინაარსი არ იცვლება, შინაარსი იგივეა, აბსოლუტურად იგივეა. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ვთქვათ, აი თქვენი აქცენტი რაც იყო ხო ადამიანზე, ადამიანის გარეშე ვერც სამშობლო და ვერც ღმერთთან ურთიერთობა ვერ მოხერხდება, გამორიცხულია ეს. ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ ის, რომ აი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენ გმირებზე, უწინარეს ყოვლისა ამ გმირების თავდადება თანამემამულეებისთვის ხდებოდა და ის ამ გმირობის წუთებში თანამემამულეს არ არჩევდა ასეთი იყო თუ ისეთი. ის ყველასთვის დებდა თავს.
ჩვენი გმირები ეს არ არის მარტო სადღეგრძელოს ან და რაღაცა კონკრეტულ დღეებში რაღაცა გულხურვალე სიტყვების ხსენების ობიექტები. ისინი მაგალითები არიან ამითაც. ისინი როდესაც თავსდებდნენ, არ არჩევდნენ ვისვისდებდნენ თავს. ისინი თავსდებდნენ ყველა თანამემამულებისათვის, ასეთისთვისაც და ისეთისთვისაც. თქვენ ძალიან კარგად იცით, აი რამდენი მოგონება არსებობს, რამდენი მითითება, რამდენი რამეს იხსენებენ. როგორ შეეძლო მის უწმინდესობას მუდავე მხარეები შეერიგებინა ერთად. ამხელა ის ქონდა, ხო, ამის შინაგანი ძალა და რამხელა საფრთხო შეწყვეტა. ანუ ამით მის უწმინდესობა რაც გავჩვენეთ, პრაქტიკულად გვეუბნებოდა იმას, რომ ესე იგი შერიგება თურმე შესაძლებელია. რა თქმა უნდა. არ არის ამაში არაფერი გადაულახავი. ამას სჭირდება უბრალოდ რაღაცას შეთანხმება, რაღაცა ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადადგმა. სჭირდება რაღაცების დათმობა. დიდი მადლობა თეოლოგი გიორგი კვასალი იყო ჩვენი სტუმარი.